დილამშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, ყველაფერი კარგი და რაც თავარია უფალი იყოს ჩვენთან. კიდევ დავიწყოთ როგორც ყოველთვის ჩემი ფიქრების გადმოცემა. თქვენთან ერთად მეგობრებო, ვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ მრავალფეროვან ქვეყანაში ამ პრობლემები და დაპყრობები ცავსე ქვეყანაში ჩვენ რო გავუფრთხილდებით ერთმანეთს პატივს ავცემთ, ყველა პრობლემები გადაიჭრება. შეიძლება ვერ გადაიჭრას, შეიძლება ისე არ დამთავრდეს, როგორც ჩვენ სურს და ჩვენ გულს უნდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიმშვიდეს შევინარჩუნებთ. და სიმშვიდეზე და სიწყნარეზე კარგი რა უნდა იყოს ამ სამყაროში. ეხლა მივდივართ ჩვენ მექსიკის საზღვრისკენ. ასეთი ქალაქია ნოგალესი. ნოგალესი არის არიზონის სამხრეთი ნაწილი. და თვითი გვაქვს იქნა წარმოსაღები, მაგრამ სამწუხაროდ თუ არ ვიცი ხა მე მექსიკაში როდის გადავა, როგორ გადმოვა. თქვენ ჩემ წინა ვიდეოებში გითხარით, რომ ჩვენ ვიდეო გადავიღეთ წინა იმეებში მექსიკაში. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ხო ვიყავით მექსიკაში და ყოველთვის კარგია, როდესაც იცი იმ ქვეყნის ისტორია, ლიტერატურა, ფილოსოფია, რა ხალხი ცხოვრობს, როგორ ცხოვრობს და ამას რო გაეცნობი, მე უფრო ადვილია რა. რო იტყვიან, როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობ იმ გარემოში. და მე მაშინ თქვი, რომ უბრალოდ მაშინ კი არა თქვი, ერთი მეგობარი ყავს ჩვენი ფოლოვერი, დავითი. მე გვარს არ ვიტყვი ახლა მაინც შეიძლება არ უნდადეს ადამიანს. საკმაოდ ერუდირებული პიროვნება და მე როდესაც ვიწყებ ხოლმე ზოგჯერ ლიტერატურული რომელიმე წიგნის განხილვას, ამ წერას, ან რაღაც ასეთ თემებზე რო ვიწყებ ხოლმე საუბარს, ისეთი კომენტარები ჩემოდის, ისე კარგად იცის თემა, რაზეც მაქვს საუბარი, მე გულისხმობ ლიტერატურა, ფილოსოფია, ზოგჯერ მე ფიქრობ, უკვე ეს ძალიან ფიქრობ ხოლმე, რომ შესტომა არ დაუშვა ჩემ ლაპარაკში და ჩემ აზრებში, ხო? თავისთავად ახლა როდესაც ვცნობ, რომ ადამიანი პროფესიონალია თავის საქმეში და იცის თავისი, ასე ვთქვათ, სფერო, შენც ახლა ჩემი არხიდან გამომდინარე, ჩემ აზრებს რომ ვამბობ ხოლმე, შინაგანად მაინც ღელავ, რომ რაღაცა შესტომა არ მომივიდეს, მაგრამ მე როგორ ვამბობ ხოლმე, ჩვენ ამას ვამბობ ბუნებრივად, ნატურალურად და რაც არის მაგას ვამბობ, ასე მუშულგრეხურად ვაწვევით. ასეა თუ ისე მე თავს ვიზღვევ, მაგრამ არიან ადამიანები, ანუ თქვენი სახით სვენელებო, მაყურებლებო, ფოლოვერებო, რომ უფრო კარგად იცით თემა, უფრო კარგად გესმით საკითხები, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ ვართ ადამიანები, რომელსაც ჩვენი აზრი გვაქვს, საერთო ჯამში ერთმანეთს უზიარებთ და ერთმანეთს უთხრიდებით. რაც არ უნდა სიღრმისეულად ვიცოდეთ თემა, არ ვიცოდეთ, მაგრამ ეს ხაზი ჩვენ არხით მიყვება და თავისთავად ჩვენც ამას ვცდილობთ. ხო და რას ვამბობდი? ბატონმა დავითმა ასეთი კითხვა მითხრა. ისა კომენტარში დამიწერა, ბატონო აკაკი, ახლა მექსიკაში ხართო? იქნებ პედრო არამოზე გვითხრათ რამეო რა. ცოტა შევისმუშნე და გულახდილად უთხრა, მეთქი ბატონო დავით, მეთქი პედრო პარამო არა მაქვს აკითხული, მეთქი და უიო, ეს როგორ მოხდაო, როგორ და მართლა არ მქონდა წაკითხული. ან მოგესწრებათ, პედრო პარამო არის ხუან რულფო იყო მექსიკელი მწერალი, რომელიც დაწერა ეს წიგნი. არ არის დიდი წიგნი, რაღაც სულ 100-120 გვერდია, მაგრამ ითვლება მექსიკური ლიტერატურის შედევრად. და არა მარტო მექსიკური ლიტერატურის, არამედ საერთოდ ლათინური ამერიკის ლიტერატურის ესეთი ძირეული არსის გადმომცემ მწერლად. მაგრამ მეც რაღაცნაირად ისეთი ის
უნდა აი რაღაცნაირად აი ჩემ ცხოვრებაში ხო მე ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა, ყოველთვის ყველა იმას ვეცნობოდი, მაგრამ რატომაც აქეთ ეს ლათინური ამერიკის ლიტერატურა რაღაც არ მიზიდავდა მითოლოგიებით, მაგიებით შევსული, აი როგორ გითხრათ, ფაქტობრივად აი ლათინური ამერიკის ლიტერატურა და ლიტერატურას რო გაეცნობით, ეს ყველგან იგრძნობა და რატომაც არ მიზიდავდა. მე უფრო აი რეალური, უფრო ცხოვრებისეული, უფრო ჩვენი მხარი იქით, ევროპული, ამერიკული და აზიური უფრო უთან იყო და აი ეს ლათინური ამერიკა ცოტა არ მიზიდავდა. თუმცა ისტორიული წიგნები მიყვარდა, მაინც ეს ინდიელები, ეს აპაჩები, სხვადასხვა ინდიური ტომების და ცივილიზაციის მაიამის და მთელი ცივილიზაციები ასე თუ ისე დამაინტერესა, მაგრამ რაღაცნაირად რო იტყვიან გულში არ მოდიოდა. მერე გავიდა დრო მოგეხსენებათ და რო გამოვიდა ის წიგნი გაბრიელ გარსია მარკესის წიგნი მარტოობის 100 წელი და რო აი პოპულარული გახდა და ფაქტობრივად მთელი ეს ამას ვიძახი მე-19 ხო რა მე-20 საუკუნის ბოლოში უკვე ძალიან ყველა მაგას კითხულობდა, ძალიან მაგარ მოდაში იყო და მეც გავეცანი. და აი მაშინ უკვე რაღაცნაირად ახლოს მივედი ამ ლათინური ამერიკის ლიტერატურასთან. ბორხესი, მერე სხვადასხვა მწერლები, მაგრამ გულახიად გითხრათ, მაინც არ მიზიდავდა. აი ნუ გული არ მიდიოდა რა, აქ ადგილობრივი, ნუ ლათინური ამერიკის ლიტერატურა რაღაც ვერ ვქაჩა. სულ გამახსენდა ეხლა როგორ მოხდა, ეხლა ფიქრობდი და უცბად გამახსენდა, ხო მე ხო წინასწარ არ ამამზადებ ხოლმე ჩემი მე და როგორ გავიცანი, როგორ დავინახე პირველად ეს მარტოობის 100 წელი ეს წიგნი საჩემხდა. სხვათა შორის მე კიდევ მოვყვები, მე საკმაოდ მაგარი ბავშვობა მქონდა, აი გულახდილად გიტყვით, აი ძალიან მაგარი ბავშვობა მქონდა, იმიტომ რომ თითქოს აი ყველგან მიწევდა ყოფნა და აი რატომ ამბობ? მოგესალმებით დედა ჩემი სოხუმელი იყო. და ორი მისი და ცხოვრობდა გულირიშის რაიონში, ეს სოხუმის გვერდზე არის რაიონი. ერთი ცხოვრობდა ცოტა იქით და მეორე ცხოვრობდა აგუძერაში. აგუძერა იყო ასეთი რაღაცი ფიზიკოსების დასახლება იყო და ნუ ფაქტობრივად მან გავიზარდე და აგუძერაში ზღვის ნაპირას ქონდათ სადაჩე ნაკვეთები, დაჩები ქონდათ ნოდარ დუმბაძეს, კარლოს საკანდელიძემ კალაძეს, ის რო იყო პოეტი, ევგენი ევტუშენკო, აფხაზი მწერალი იყო, აშბა. ნუ ერთ სიტყვით, აი სანაპიროზე ამ ცნობილ მწერლებს ქონდათ დაჩები და ეხლა ნოდარ დუმბაძე მოგესალმებით მე როგორ მიყვარდა თავიდანვე და რაღაცნაირად სულ იქ ზოგჯერ ბავშვები რომ მივიდეთ იქ ტრიალებდით ხომ იქ ვანაობდით და რაღაცა ამაზე მე მოვყვები, კაი მოგონებები მაქვს. თვითონ ნოდარ დუმბაძე მე პირადად არ შემხვედრია. ურათგიად გაი ბავშვები მისი დარბოდნენ, დაახტოდნენ იქ თამაშობდნენ და ასე თვითონ ცოცხლად არ აფხავს ნანახი და რა შანსი მაქვს გაშვებული. მაგრამ ცოცხლად ყავს ნანახი კარლო კალაძე, ეს პოეტი იყო და ევგენი ევტუშენკო. მოგესალმებით, ეხლა ახალგაზრდა თაობამ არის და ევგენი ევტუშენკო იყო რუსი პოეტი, ძალიან ცნობილი იყო, მისი წიგნები იბეჭდებოდა და იქ იყო რა. და აი ეს ზღვაზე რომ გამოდიოდა ხოლმე, იქ ნალაპარაკები გვაქვს რა, რაღაცა მაგას მე გავიხსენებ კიდევ რაღაც. შეიძლება ზოგისთვის ეს არის გამაღიზიანებელი, ახლა რო ვიტყვი რომ რუსი მწერალი არა ზოგადად ხიზდება ამ სიტყვას რუს რო ვიძახი, აი უცბად აფეთქებიან ხოლმე რა. მაგრამ ერთ სიტყვით ევგენი ევტუშენკო ბანაობდა ზღვაზე, იქ შესაძლებელი ქონდა გამოყვანა და გვერდზე ედო ეს წიგნი. რუსულად ეწერა, ასე დიდი სქელი წიგნი იყო, სტოლეთ ადინოჩესტვა. ხო და აი ამ საუბარში რაღაცა პატარბაში ამდენ წლის ვიყავი, რაღაცეთი 14 წლის ვიყავი და იქ წავიდა და იქ ჩვენთან ერთი აი
ლიტერატურის მოყვარე ბიჭი ყავდა ეს აწყალე მეტმა აწუნოს გარდაიცვალა და იმასთან ქონდა საუბარი და იმან ურჩია რომ აი ნახვე რა კაი წიგნიაო და აბა წაიკითხე და თუ დაძლევ აი მაშინ ჩამივარდა ეს თავში ახლა მე არ წამიკითხე მაგრამ მე უკვე თბილისში რო ჩამოვედი უკვე ეს მოდაში წამოვიდა ეს მარტოობის 100 წელი და წავიკითხე დავიწყე წაკითხვა და მაგას თუ წაკითხავ ვერ მივედი ბოლომდე და ვერაფერი ვერ გავიგე კი ახლა საინტერესო იყო ეს კოლუმბიის ის აკონგოს დასახლების ამბები თვითონ იქ რაღაც პროცესები მიდიოდა იქით აქით თქვენ ახლა ხო იცით ხო ეს ერთი ოჯახის 7 თაობის ოჯახის აღწერის პერიოდია მეთქი ხან იქიცა ხან სექსმა დამაინტერესა ხანისა მაგრამ აი ისი ავილიე ვერ წავიკითხე რა 16 წლის ბავშვმა ვერ გავიგე ეხლა მოგესენებათ საერთოდ წიგნი რო გაიგო ერთი თუ ვერ გაიგე თავიდანვე ერთი ორჯერ სამჯერ მაინც უნდა წაიკითხო რო გაიგო და გავიდა ასეთი უკვე 21-22 წლისა ვარ მოინდომე წაკითხვა და რაღაც აი დავამთავრე მაგრამ არა ნუ ვერ მივედი რა მეთქი რისი თქმა უნდა წერას კი გასაგებია ისე მივასთან არის ამასთან არის იქით და ამ დროს ხალხი კითხულობს და აი მე რა მაგარი წიგნია და რა მაგარი წიგნია ბიჭო ნერვები მეშლება რა ვერ გებულობ ამ წიგნს რა მაგარი წიგნია ეხლა იქ ვიღაცა მის მოკლა ის რაღაცა ის იმასთან იცხოვრა ამასთან იცხოვრა რა ვერა რა საერთოდ ასეთ შემთხვევაში ადამიანი როდესაც თავის ფიქრებს ვერ აყალიბებს ან ისეთ მომენტში ესე კი ვერ გამოაკ ასეთ შემთხვევაში რომ წიგნიდან აზრი ვერ გამოგაკ ძალიან კარგია მოусმინო გარჩევებს და მივადექი ამ გარჩევებს ეს ზოგი ამას ყება მე კრიტიკოსებს მოусმინე იმას მოусმინე და ნუ არა და მე ბოლოს უკვე ერთ გარჩევაში რო თქვენს რომ ეს ბიბლიური სიუჟეტია და მე ამ დროს უკვე ბიბლიის ფაქტურად ბიბლია უკვე მესამე თუ მეოთხე ჯერ ხონდა წაკითხე უკვე დავიწყე აზროვნება აპა უცბად ჩაჯდა ყველაფერი თავის ადგილას ესე იგი უკვე მივხვდი ისი თქმა უნდა და მარკეს რისკენ მიისწრაფოდა და რა იყო ეს წიგნი ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემებურად მაგრამ ნუ მოვისვენე უკვე დავჯექი უკვე ბიბლიამ და ბიბლიუმას წარვმა ანუ უფლის წმინდა წერილები და გამოდინა და ეს უკვე კარგად ხოდა შეთვისებული ყველაფერი დაჯდა თავის ადგილას ეხლა რატო მოიყვანე მარკესი და ნაშუაშია პედრო პარამო მე დავითის ჩვენი მსმენელის კომენტარის ასუხი რომ გამეცა მე კომენტარში ვთქვი რომ მე შევისწავლი პედრო პარამოს და მე ვილაპარაკებ მეთქი მაგრამ სამწუხაროდ აუდიო წიგნი ინგლისურად არის პედრო პარამოს შესახებ ცოტა ხო ინგლისურად ცოტა ხო კი წვალობ უსმენ მაგრამ მაინც ბოლომდე მაინც ინგლისური ცოტა და მე უფრო ქართული და რუსული უფრო ადვილად ვიტყვი კი ინგლისურად ვკითხულობ გან არ ვკითხულობ მაგრამ ერთ სიტყვით საერთო აზრი მაინც ამაქვს მაგრამ ის მივხვდი რომ პედრო პარამო სული და ის არსი რაც ხუან რულფომ გადმოსცა ამაზე გაბრიელ მარკესი იძახის რომ ეს არის ჩემი მარტოობის 100 წლის მამალს мотиваცია მომცა ამ წიგნმაო და აი მან უკვე გამახსენდა ისე გაბრიელ მარკესი აქედან გამომდინარე მეგობრებო და ჩვენ დავით ჩვენ მეგობას არ ეწყინება და იმ პედრო პარამოზე მე ვილაპარაკოთ და ახლა უკვე დავიწყეთ 100 წლის მარტოობა გაბრიელ მარკესის წიგნზე თუ დავიწყეთ ლაპარაკი ბარემ დავამთავრო და ჩემ აზრს გეტყვით ამ წიგნის შესახებ ესე იგი მარტოობის 100 წელი სანამ ამ წიგნს გავარჩევთ ნუ გარჩევა ცოტა მაღლად ნაცკამი სიტყვაა ჩვენ მეგობრად განვიხილავთ ცოტა ორი სიტყვა მინდა გაბრიელ
მარკესზე ინფორმაცია მოგაწოდა. მოგესალმებით, გაბრიელ მარკესი დაიბადა კოლუმბიაში, კოლუმბიანი მწერალია და დღემდე აღიარეს ლათინური ამერიკის სახით. ეხლა კოლუმბიაზე რომ მიდის ლაპარაკი, ალბათ ახალგაზრდა თაობრას უფრო ახსენდება ნარკოტიკები, ესკობარო და ასეთი რაღაცები, მაგრამ აი რა სიცხვილია, მაგრამ აი რეალობას რო შეხედო. ამ დროს განათლებული საზოგადოება, სოფლიო ცივილიზაცია პირველ რიგში აყენებს მარკესს. ესე იგი მარკესი წარმოიდგინეთ როგორი ამხელა რაღაცას მიაღწია თავისი ლიტერატურით, თავისი არის ლათინური ამერიკის სახე. მე ცოცხალი რო იყო, ეხლა გარდაიცვალა რაღაც 2016 წელს გარდაიცვალა. მე პელეც ხო როგორი ცნობილია, მაგრამ არა, მარკესი მე მოდის ვთქვათ პელე, ფიდელ კასტრო და ესეთი ნუ ბორხესი და ასეთი, მაგრამ ნუ აი პირველ ადგილას დგას. 18 წლის რო გახდა უკვე მარკესი მამის რჩევით ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ რაღაც 4-5 წლის შემდეგ იგრძნო რომ იურისპრუდენცია მისი არ არის და გადავიდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა, რაღაც 20-25 წელი. კაი კალამი ქონდა, კარგად წერდა, კარგად გამოსდიოდა, მაგრამ რაღაცა შინაგანი ძალა ვერ აკმაყოფილებდა, არ უნდოდა, უფრო მეტის მიღწევა უნდოდა და აი მაშინ გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება მიეძღვნა ლიტერატურისთვის. მარკესი დაიბადა კოლუმბიაში, არ მახსოვს მგონი 1928 წელს თუ 27 წელს და გაიზარდა, მშობლები დაკავებულები იყვნენ და იზრდებოდა სოფელში, კოლუმბიის ერთ-ერთ სოფელში ბებიასთან. ბებია ძალიან ისეთი ქალბატონი იყო, რომელიც ასე თქვა გათვითცნობიერებული იყო ამ ლეგენდებზე და მითოლოგიაზე და ურსულა ერთ-ერთი მთავარი გმირი ურსული არის ბებიის პროტოტიპი. და ეს ქალი ყვებოდა ამ ამბებს და ეს პატარა გაბრიელი ამას უსმენდა. ბებიას უყვარდა სხვადასხვა ფესტივალებზე სიარული და დაყავდა ეს პატარა გაბრიელი და სულ ძალაუნებურად უწევდა სხვადასხვა თანკოლუმბიელებს, როგორ ვთქვათ, ცეკვა, მუსიკა და სულ დადიოდა ასე ვთქვათ ფოლკლორულ სამყაროში, ფოლკლორულ სივრცეში. რაც მე ეს კარგად აითვისა და მის შემოქმედებაში კარგად გამოსახა. წერა საკმაოდ კარგად გამოსდიოდა, აი რასაც ქვია, აი კარგად წერდა, ნებისმიერი ესე, სტატია და მე უკვე რომ დაიწყო მოთხრობებმა და პატარ-პატარა ნოველებმა ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა, იმიტომ რომ როგორც ლიტერატური, როგორც გრამატიკული, აი კარგად გამოსახავდა, ესეთი მარტივი ენა აქვს რა, მარტივი და რაღაც ხმა, მაგრამ აი შეიძლება თუ რაღაცაზე ლაპარაკოს, მაგრამ აი რო ყვება და რო წერს, აი გითხრებს, აი ეს ლიტერატურული ტექნიკური მომენტები კარგად ჰქონდა დამუშავებული. ამასობაში დაწერა პატრიარქის საღამო, რამდენიმე წიგნი აქვს და მარტოობის 100 წელი დაწერა რაღაც 40-45 წლის ასაკში. უკვე კაი გამოცდილება ჰქონდა წერის და ერთ დღესაც უკვე მეუღლე ყავდა ძალიან მაგარი და გადაწყვიტა უთხრა, რა ერთხა იმ დამავიწყდა სახელი, უთხრა რომ ეხლა მე დამაცადეო, აი უნდა რაღაცა წიგნი აზრი მაქვს ჩადებული თავშიო და просто ხელი შემიწყეო და რა წარმოიდგინე შვილები ყავთ, ისა ყავს და ცოლმა აუბა მხარი და მე 18 თვე ასე ვთქვათ განერიდა ოჯახს, სადღაც დაждდა და 18 თვე დილიდან საღამომდე წერდა და დაწერა ეს წიგნი. წიგნი მარტოობის 100 წელი. მე ბიოგრაფიები და ისინი ახომე რომ ეხა ფაქტობრივად როგორი მომენტია ახლა ოჯახის უფროსი არ ფიქრობ ოჯახზე ფული გინდა, საჭმელი გინდა და იქამდე გაუჭირდა რომ თავისი ცოლის ფენიც კი გაყიდეს, აი ფენი რაღაც საფუძვლო ნივთები გაყიდეს, მაგრამ ისე უდგა მისი მეუღლე მას გვერდში.
მაგრამ იმიტომ ჯეროდა და ბოლოს უკვე ასეთი მოგონებაც არის, რომ ეს მარკესმა რომ ბოლო გვერდი რომ დაწერა უკვე და რომ ამოისუნთქა ოთახშიო შემოვიდაო ცისფერი კატაო და მე მივხვდიო რომ ძალიან რაღაცა მაგარი დავწერო. ეხლა ცისფერი კატა ვინეს უნახია, მაგრამ ნუ ესეც ალბათ შემოგნო არ ვიცი ასე წერეს, მაგრამ მე უკვე რახან ჩემთან ცისფერი კატა შემოვიდაო, მე უკვე მივხვდიო რომ ეს ძალიან მაგარი რაღაცა დავწერო. ეს ხელნაწერი მიიტანეს რომელღაც რედაქციაში, რედაქცია ას დაფიქრებულა უცბად 80,000 გამოსცეს და 2 თუ 3 თვეში გაიყიდა და მე 80,000 მოყვა მილიონები და ნუ ფაქტობრივად დედამიწის ყველა ენაზეა, სოფლიოს ყველა ენაზეა გადათარგმნილი და მარკესი გახდა მარკესი. პირველ რიგში ის გახდა ლათინური ამერიკის სახე. მეფეები, მთავრობის ხელმძღვანელობები ფიდელ კასტროსთან მეგობრობდა ძალიან მაგრად და ნუ როიტყვიან კარებს ყველგან აღებდა და გახდა მსოფლიო ცოცხალი კლასიკოსი. 87 წლის ასაკში გარდაიცვალა და ესეთი ძალიან ისეთი სევდანარევი ის არის, მაგას უკვე ბოლო წლებში დემენცია დაემართა. თქო მოგესწრება დემენცია. დემენცია არის ჩვენებრივად სკლეროზი და ისეთი სევდიანი მოგონები წერია, იმიტომ რომ წელიწადს მახსოვრობა მეხსიერება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია და უკვე ვეღარ წერდა და უბრალოდ მეხსიერება როგორ უნდა დაწერო, თუმცა იმ წიგნშიც ერთ მეხსიერებაზე მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკეთ, რაღაცნაირად სიცოცხლეშიც განიცადა გარსია მარკეს. 87 წლის ასაკში გარდაეცვალა და მაგრამ ითვლება არის კიდევაც მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი და თავისთავად ლათინური ამერიკის სახე. ნობელის პრემია გადაეცა, ბევრი პრემიები, მაგრამ მთავარი ძირითადი წარმატება ეს არის, რომ გარსია მარკესი, გაბრიელ მარკესი არის ლათინური ამერიკის ლიტერატურის შუქურა და სახე. მოდი ახლა გადავიდეთ ამ წიგნზე, მაინც შეძლებს დაგვარათლეთ, გეტყვით ახლა ვისაც წაკითხული აქვს არ უნდა შეხსენება, მაგრამ მე ჩემებურ ინტერპრეტაციას გამოვთქვა. ეს წიგნი არის ასეთი აღწერილი ერთი ოჯახის, ანუ ოჯახის 7 თაობის ცხოვრება. ხოსე ალკატო გუარამო, ანუ ასე ვთქვათ, გვარის მამა იყო სამხედრო პირი და მე უნდება თავის ერთ კოლუმბიურ დასახლებაში და შეუყვარდება თავისი ბიძაშვილი თუ დეიდაშვილი უსულა და გადაწყვიტავენ რომ შექმნან ოჯახი. ამაზე მისი ნათესავები ძალიან წინააღმდეგები იყვნენ. ფაქტია სისხლის არევა გამოდიოდა ინსექტი, მაგრამ ამ ხოსემ არაო მე სიყვარულით ყველაფერი ღირსო და ეუბნებიან რომ არ დამთავრდება შენი ცხოვრება კარგათო. რატო? იმიტომ რომ თქვენ ნათესავებშიო ამ შთამომავლებაშია დაიბადებაო ბავშვიო, რომელსაც ექნებაო ღორის კუდიო. და ეს ღორის კუდი რას ნიშნავს, რომ არა კარგი, არასოდეს სათანადო და მაგას არ აქვს ჩემთვის ნიშნება, თავარი ხო დაიბადებაო და ჩემთვის მაგას აქვს დიდი მნიშვნელობაო. ეს უსურვად გადავლენ და ცალკე სოფელს გამოეყოფიან ივლიან და დასახდებიან ერთ ადგილას და დაარქვევენ ამ დასახლებას მაკონდო. ჩდებიან ბავშვები და ეს მაკონდო იზრდება ქალაქი და მიდის პროცესები, რასაც იქ ახსენე ჩვენი მწერალი, იქაურ მიმდინარე პროცესებს. ერთადერთი რა არის ძნელი, ცოტა გაბრიელ მარკეს იმდენი სახელები აქვს თხრობაში და ამბებში, რომ ერთი და იგივე სახელები მეორდება. ეხლა ხოსე ალკატო გუანე უკვე
შვილსაც მაგიქვია, მე შვილი შვილსაც, მე ქალებსა და აი მან ცოტა შეიძლება აირიო რა, ეხლა თუ ესპანელმა ხო იცი როგორ იციან მე 4-5 სახელი დარქმევა იწვა და აი რო კითხულობ მაგ მომენტში შეიძლება აირიო რა. გონი თვითონ მარკეზმა დაიწოდა იმდენი სახელი და ერთი და იგივე მეორდება და საერთო ჯამში ამ ქალაქში ერთი და იგივე მეორდება. ბევრი რაღაცა რაც უფროსმა თაობამ რაღაცა შეცდომა დაუშვა, იგივე შეცდომა და იგივე პროცესს აკეთებს მეორე თაობა. ესე იგი ამას ბიბლიური იმასაც ადარებენ. ახლა ბიბლიურ რატო ადარებენ? ახლა გეტყვით, იმიტომ რომ მეც წეღანაც რო თქვი, სანამ მე ბიბლიურად არ შევხედე ამ მოთხრობას, მაგამდე ვერაფერი ვერ გავუგე, იმიტომ რომ იქ იმასთან დადის, ეს ამასთან დადის, ის იმასთან ამას აკეთებს, ის რაღაც აი ჩხუბობს, იქ დარბიან, მორბიან, რევოლუციებია, გადატრიალებებია და მე პირველი კითხვა, ხო აი წიგნს რო კითხულობ რა არის, რომ რას გაძლევს ეს შენ წიგნი ამას, აი რას გაძლევს და ამას რო კითხულობ ერთი და იგივე რო ტრიალებს, მე ვფიქრობ აი რას მაძლევს და აი თითქოს ისეთი დაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მარკეს ისი აქვს, აი თავიდან მე გარჩევებს რომ უსმენდი, გარჩევებში ყველა ხას უსმენდნენ, აი რა კარგად აღწევს, რა კარგად გემრიელად გამოხატავს ცნობებს, ემოციებს, მაგრამ ეხლა მეც კი მივხვდი რომ კარგი ეხლა მაგ კაი მწერალი იყო, კარგად წერდა, მაგრამ რატო წერდა, ისთვის მიდიოდა, აი იყო ამ გმირების მიზანი, აი ვერ გავერკვიე, მაგრამ აი გონი მეორდები რო ყვე რომ ბიბლიურად რო შევხედო, მე გავერკვია ამას მე გავერკვიე ყველაფერში. ნუ თავიდან რა არის ახლა უკვე რატო ამბობენ რომ ბიბლიური სიუჟეტია, ხო? იქ არის ერთ-ერთი პიროვნება მერკედერი, ესეთი დასახლებაში მოდიოდა ციგანი და ამ ციგანს მერკედერი ჭკვიანი კაცი იყო და სხვადასხვა რჩევებს ეუბნებოდა, მაგრამ ხან მოდიოდა, ხან მიდიოდა. თქვა დასახლებაში მოვიდოდა, ცოტა ხანი იქნება და მერე წავიდოდა, წავიდოდა. ჩდება რა. და ბევრ ჭკვიანურსაც ამბობდა და ბევრ წინასწარ მეტყველებებსაც ამბობდა. ესე იგი რა დაემართებოდა და ამ ოჯახს და რაღაც მომენტებში. ესე იგი ისკენ მიყვარს საუბარი რომ რატო ადარებენ ახლა ბიბლიურ სიუჟეტს. ბიბლიაში ხო არის რომ უფალმა შექმნა ეს სამყარო, ჩვენ აქ დარგვივართ, რაღაცებს ვაკეთებთ, ვცხოვრობთ, იუდი მოდივართ, იქით აქეთ და ეს ყველაფერი დამთავრდება. აი აქაც ახლა ეს ქალაქი მაკანგო ადამიანმა შექმნა და აქაც მიდის ამბები, ცხოვრებები, სიუჟეტები, თელი თავისი ფიქრები, რომელსაც ადამიანი ამ ცხოვრების განმავლობაში აწარმოებს და ეს ყველაფერი თავდება. მაკანგო ერთ დღესაც, ამ შემთხვევაში 100 წლის შემდეგ ხარიშხალი წვიმა მოვა და ყველაფერს დაანგრევს და გაქრება ამ სამყაროდან. მოგეხსენებათ ახლა ადამიანები რა არის ფაქტურად ჩვენ ერთმანეთს უყურებით ამბებს, ცხოვრებისეულ მომენტებს, სიტუაციებს და ზოგი ვიძახით ეს სწორი საქციელია, არასწორი საქციელია, ცოდვიანი საქციელია, არაცოდვიანი საქციელია და ჩვენ ამას ვეძახით ცხოვრებას. ჩვენ როგორ ვეძახით ტირეს. ამ ტირეში და აი ეს მარკესი ამ მაკაგონში, ამ ქალაქში აჩვენებს ამ ყველაფერს. იქ არის 1000 რევოლუციები, რევოლუციები რა არის იდეების ბრძოლა, არის ლიბერალიზმი, კონსერვატიზმი, ფაქტურად ყველა თემას ეხება და ეხება, როგორ იცით, საერთოდ ამას ეძახიან ასეთ გამოსახვას, ამ ლიტერატურულ ფორმას ეძახიან მაგიური რეალიზმი. ანუ მაგიური რეალიზმის მიმართულებას აწვება მარკესი და ეს მაგიური რეალიზმი ლათინურ ამერიკაში მარტო მარკეს არ გამოუყენებია, აი ზოგადად ყველა ლიტერატურულ ამ წერაში ყველა ამ მიმართულებას აწვება და რატომ? აი რატომ და ალბათ დაჭერეს გაიაროს. ცოტა ამერიკის პოლიციელებმა გააჭირეს საქმე.
მაგიური რეალიზმი. რა არის ახლა მაგიური რეალიზმი? აი ამ სიტყვას რო ვამბობ და მე ჩვენ მეგობარ დავითს უთხარი მე სანამ პედრო პარამოზე დავიწყებ ლაპარაკს მეთქი კარგად შევისწავლე ლათინურ ამერიკის ანუ ამერიკის ისტორიას და რა ისტორია ახლა ეს თქვენ იცით რომ სანამ ამერიკას აღმოაჩენდნენ და სანამ ევროპელი მოხვდებოდა ამერიკის კონტინენტზე აქ ცხოვრობდა ძალიან სხვა 1000 ადამიანი ხალხი იყო სხვადასხვა ცივილიზაცია მაიას ცივილიზაცია აპაჩების ცივილიზაცია ბევრი ეს ინდიელების ეს ხო თქვენ ძალიან აუთვისებელი და მიუღწეველი ცივილიზაციები იყო და ევროპელები რომ მოვიდნენ აქ ხო შეეჯახდნენ ამას და ფაქტურად აირია ყველაფერი ნუ რას გულით ხო აირია ეს კოლონიზატორები და ეს ევროპელები რომ მოვიდნენ ფაქტურად ლათინურ ამერიკაში რამდენი სახელმწიფო მქონია 10 თუ 15 სახელმწიფოა მაგრამ ეს სახელმწიფოები შექმნეს თვითონ ევროპელებმა ხო ჩამოვიდნენ რაღაც ტერიტორია მოზომეს ეხლა რითი განსხვავდება თქვა ბოლივია ეკვადორისაგან ან თქვა ჩილე კოლუმბიასაგან ხო თითქოს კი ტერიტორიულად სხვადასხვა მაგრამ სხვადასხვა ხალხი არ არის ერთი აქვს საერთო რომ იქ ყოფილი მკვიდრი მოსახლეობა იყო ინდიელების სახით და მე რო წამოვიდნენ ეს ევროპელები აითქვიდნენ აბა ახლა მითხარით ვინ არიან კოლუმბიელები ვერც მიხდები ხო მექსიკელები გვატამელელები ხო ერთმანეთს გვანა და იმიტომაც იძახიან რომ ჩვენ გვაქვს ერთი საერთო ჯამში გამოვიდა ლათინური ამერიკა თავში ამ ძველი ცივილიზაციებიდან გამოდინა და რაღაცნაირად აითქვა და ამ ათქვეფაში სულები ტრიალები ხო ეხლა წარმოიდგინეთ ეს 1000-ლეული მილიონობით წლების წინ თუ რა ვიცი ის სულები ხო ადამიანები ხო ცხოვრობდნენ და ის სულები აქ ტრიალებენ და ამას მაგიური ელემენტებით მაგიური მხატვრული საშუალებებით წელები გადმოსცემენ ხოლმე რა აი ჩვენი საცობიც მოვიდა ფენექში და ამ დილადია რა თქო საცობია ნუ არა უშავს ჩვენ უფრო კარგად მოვუყურებთ ხო და აი ეს ნებისმიერ ახლა რომ გადახედოთ თქვენ ამ ლათინური ამერიკის წელებს ყველგან ეს მაგიური რეალიზმი ჩანს და ტყუილად არა ვთქვით თავიდან რომ დავიწყე ჩვენ საუბარი ხუან გულფოზე და მის ნაწარმოებზე პედრო პარამო აი ეს პედრო პარამო ხუან რულფომ ძალიან კარგად გამოსახა და ფაქტობრივად ეს ხუან რულფოს ეს მაგიური რეალიზმის ასე თქვა ოსტატობა და ხელოვნება გარსია მარკესმა ძალიან კარგად გამოიყენა და ძალიან კარგად კი არა რადონესაც მიაღწია აგერ სახეზია ხო და მე რას ვიცახი ისეთ მეგობრებო თუ თქვენ დაიწყებთ ამ ლათინური წელების წიგნების კითხვას ყოველთვის სასურველია სანამ მაგას შეუდგებით თვითონ ამ ისტორიას გადახედოთ რა კონტინენტია რა ხალხი ცხოვრობდა აი ეს ძველი ისინი უნდა იცოდეთ ეს მექსიკა იქნება კოლუმბია იქნება ჩილე იქნება რაღაც ძალიან ბევრი საიდუმლოებებია შიგნით და აი ეს რო ტრიალებ და ამას რო რაღაცნაირად გაეცნობი მე რო უკვე მარკესის წიგნებს და ბორხესის და ლათინური ამერიკის წელების წიგნებს რო წაიკითხავთ უფრო კარგად გაერკვევით ისი თქმა უნდა ისი გამოხატვა უნდა და საერთო ჯამში რა უნდა და ფაქტობრივად მასეც არ არის მწერალი ყოველთვის უნდა რაღაცა თქვას და მკითხველმა ყოველთვის უნდა გაიგოს ისი თქმა უნდა ამ წერას თავის ნაწერებში დაუბრუნდეთ ჩვენ წერას მარკეს და მაკონდას მუდმივად გაყვება ცოდვა ну თავიდანვე ეს სამყარო ცოდვით იწყება მოგეცედებათ ახლა ბიძაშვილები რომ ერთად ცხოვრობენ ეს სისხლის არევა უკვე ცოდვით დაწყებული ურთიერთობაა და ამ ცოდვით დაწყებულ ურთიერთობას მე მოყვება სულ ცოდვები და სულ შეიძლება ეს ბავშვები კუდით არ იბადებოდნენ მაგრამ ძალიან უცნაურები იბადებოდნენ იმიტომ რომ მარკესი ამით აჩვენებს რომ ცოდვით დაწყებული საქმე ცოდვით გრძელდება და ის არსად არ ქრება. მე აღწევს მარკესი
იქ ამ ეპიდემიით გავრცელებული იმას აი ადამიანის მეხსიერება ეკარქებათ გაბრიელის მარკესაც მერე სიცოცხლეში მეხსიერება დაეკარქება იქ არის აღწერილი მერე არის კიდევ ასეთი ეპიდემია ვრცელდება რომ ადამიანები ვერ იძინებენ არის კიდევ ასეთი რომ დროს ვერ საზღვრავენ და აი ეს ცოდვის მაგიური ფორმით გადმოსცემს მარკესი ამას ყველაფერს არაერთხელ თქვი რომ ძალიან კარგად გამოდგა წერის მანერა და ის წერას უახაზი რომ ჩაითრიოს კითხველი ამას მაგას კარგად ახერხებს ნუ ერთ სიტყვით აპონგოში არო ამ სამყაროში ამ ქვეყანაზე ცოდვებით არის სავსე მთელი პროცესები მიდის მე რევოლუციებზე აი ფაქტად ყველა თემას ეხება არის ასეთი ბრძოლა რევოლუციონერებს შორის და აი ერთი კამათი მახსოვს ახლა სახელები აღარ მახსოვს ერთი დეგერ სახელები და ეუბნება მე ლიბერალი ვარო და მე სამართლიანობას ვებრძიო და რო შეიძლება ნუ თავისუფალიც თუ სამართლიანი ხარ შენ ვერ გავიგე ლიბერალი ხარ და ტერორიზმით გინდა წარმატებას მიაღწიო და ეს როგორო არა ესეთ გამართლებულია ესე იგი ვითომ სამართლიანი ხარ ლიბერალი ხარ მაგრამ ამ დროს შენ აზრებს შენ რაც გინდა გააკეთო ამას ტერორი და ძალადობით აკეთე აი დღევანდელი დღეც ასე არ ჩანს აი თუნდაც რევოლუციები ხო აი ყველა თემას ეხება ეხლა მე მოკლედ რაც გამახსენე იმას ვამბობ აი ფაქტურად მარკეს ეს კარგად გამოსდის ყველაფერი ყვარულზე ასაკზე უფროს უმცროს შორის ატივის თემაზე მაგრამ ამას ყველაფერს მაგიური ელემენტებით ავსებს ამ ყველა ურთიერთობებს და მთელი რომანი ეს ძირითადი ხაზი რატო ქვია ამ რომანს მარტოობის 100 წელი იმიტომ რომ მარკესი იძახის რომ ადამიანი ყოველთვის მარტო არის ესე იგი მარტო სულიაო თქოს პარადოქსია ხო ეხლა მაგალ ეს ქალაქი ამდენი დასახლებული რკინიგზას აკეთებენ მიდის პროგრესი მთელი ამბები მაგრამ ადამიანი მაინც მარტოსული რჩება როგორც თვითონ ეს ხოსე არკადო ბუენიო მარტოსული ტიპი იყო და მისი მთელი შთამომავლობა და ყველა ადამიანი ვინც იქ იმ ამბებში ტრიალებს და იქ ცხოვრობს და ყველა რაღაცნაირად მარტოსულია თვითონ მარტოსულობი თვითონ გაბრიელ მარკესიც იძახს მე მარტოსული ვარო და ფაქტობრივად მის ყველა ნაწარმოებებში ყველა მის მოთხრობებში ეს მარტოობის სული ყველგან გაყვება ნუ ეხლა როგორ გაასახა როგორ ასახა როგორ შეაფასა როგორ გადმოსცა ეს უკვე კითხვებმა უნდა შეაფასოს მე საინტერესო რა არის ყველა გმირი ხო ეხლა 7 თაობის სხვადასხვა წარმომადგენლები არიან ვერ იტყვი კარგი ადამიანია ცუდი ადამიანია ხო რაც აი რაღაცა ძალიან ისეთი ის არის ხო რაღაცა წიგსო კითხულობ ვიღაცას უნდა უგულშემატკივრო ვერცე დაუდგე და აქ არ არის აი რაღაცნაირად ნაცისფერია ყველაფერი და ამას ხსნის მარკესი მარტოობიდან გამომდინარე და მე ვთქვი რომ ყველა თემას ეხება და სად არის აქ ღმერთი მარკესი სად არის აქ ღმერთი ეხლა მერკედესი ციგანი ღმერთის სახით არის ვითომ ეხლა რომ არჩევენ ხოლმე ეს არის ღმერთი იმიტომ რომ ამ ღმერთმა რაც დაწერა ის შესრულდება ფაქტიურად თუ მარკეთის წინასწარ ეუნება ამ არკადოს ამ ხოსე არკადო ბუენიოს თავის მომავალს და ფაქტიურად როგორც ეხლა ღმერთი აი ბიბლიას რო ადარებენ აქაც მაგან წინასწარ ჩამოწერა რა მოხდება როგორ მოხდება და რითი დამთავრდება ეს ყველაფერი მან ერთი კაი მომენტიც არის როდესაც ადამიანები დავადდებიან მახსოვრების ეპიდემიით მე იწყებენ როგორ გადაიჩინონ თავი და გარკვეულ სიტყვებს რომელიც ადამიანს არ უნდა დაავიწყდეს ამას წერენ და პირველ რიგში პირველი სიტყვა რომელიც არ უნდა დაავიწყდეს ადამიანს ეს არის ღმერთი და გაბრიელ მარკესი მაგას კარგად ახსენებს აი წარმოვიდგინე რამდენიმე შენ იცი რომ რაღაცები გავიწყდება და საერთო ჯამში პირველი სიტყვა რაც არ უნდა დაგავიწყდეს
ეს არის ღმერთი და იმ კედელზე წერენ და მე მოდის იქ სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და აი ფაქტურად აცამტვერებს იმ ღირებულებებს, იმ როგორ გითხრათ, რაც ადამიანს ემოციურად შეუძლია გამოხატოს და განავწოს ჩემს ცხოვრებაში, ამას ყველაფერს გაბრიელ მარკესი მაგიური რეალობით ასახავს. არ არის ადვილი წიგნი, იკითხება კარგად, მაგრამ აი რას გაძლევს ეს წიგნი, ან მან ბევრი კითხვები არის. ხა მე რა მომცა? ნუ მე თუ გიტყვით მომცა როგორ აღწერ, რანაც მაგათ თავისებური ფანტასტიკური ისე და ისე მაგიური რეალობით გადმოცემული აზრია. და ეს მაგიური რეალობა შეიძლება ევროპაში, შეიძლება ამერიკაში, ან ჩვენ სივრცეში ისე მიმზიდველი არ იყოს, მაგრამ ლათინური ამერიკაში ეჩვეულებრივი ამბავია და მე იმიტომაც ვამბობ ხოლმე, რომ თუ გინდა რომ გაიგო მექსიკაში რა როგორი ხალხი ცხოვრობს, კოლუმბიაში და ის უნდა იცოდე ლიტერატურა და მე ხარ როგორ თევზ. თუმცა მე კი ვიცახე ხა ლათინური ამერიკა, მაგრამ თემა მსოფლიო აიტაცა ეს წიგნი და აღიარებულია დიდ წიგნად. ფაქტობრივად ამ წიგნს ადარებენ სერვანტესის დონ კიხოტსაც. აი დონ კიხოტიც ახლა რო წაიკითხო, აი ვერ გებულობ, აი თუ კარგად არ ჩაწვი, თუ რამდენიმე გარჩევა, ან თვითონ ისტორია არიცი ესპანეთის, ან იმ დროინდელი პერიოდის გარემოება ვერ მიხვდები. ამიტომ ზოგიერთ ძალიან ბევრი კრიტიკოსი და სპეციალისტი ამ წიგნს დონ კიხოტის, სერვანტესის დონ კიხოტსაც ადარებენ. თავისთავად ეხა სერვანტესიც ესპანურ მოლაპარაკე მწერალია და ბევრი საერთოა ამაში. ნუ ასია თუ ისია, ეს არის ლიტერატურა. ყველა მწერალს შეუძლია გამოსახოს თავისი აზრი, თავისი ფიქრები თავისებურად, მაგიური მითოლოგიით, რეალურად, რომანტიკულად, რა ვიცი, 1000 მიმართულებებია და გაბრიელ გარსია მარკესი მაგიური რეალობის უმაღლეს ოსტატად ითვლება. ამ ოსტატობამ ეს ადამიანი მიიყვანა იქამდე, რომ დღეს ის ითვლება ლათინური ამერიკის სახით. ეს ასე ითვლება, მაგრამ უკვე ყველა ჩვენი აზრი გვაქვს და რა ვიცი, წაიკითხეთ, გაეცანით. მე ასე შევხედე მას წიგნს, ასე შევხედე ჩავწვდი მის აზრს, მაგრამ მე არ დავიღლები სანამ ბიბლიურად და სანამ კარგად ბიბლიურად არ შევხედე ბიბლიური სწავლები და მაქამდე ამ წიგნს ვერაფერ ვერ გავუგე. მე უკვე გავიგე. ნუ აი ამით გვამინდოდა მეგობრებო, ისე და ესე გისურვებთ. აუ, ეთი რაღაცა უნდა გითხრათ რა. მე ხო პერიოდულად პოლიტიკურ რაღაცებზე ხო ვამბობ ხოლმე და სამწუხაროდ ჩემ ნათქვამს ბევრი არის მე და აი ასეთი რაღაცა მომივიდა. შენო რა არისო, სულ ამ ბიბლიურ თემებს რო ველაპარაკებიო, რა გინდაო, რელიგიური ფანატიკოსები გინდა გახადოო? აზე ხარ მეგობრებო, რას მეუნებიან, ესე იგი შენ ბიბლიას იმიტომ ვიყენებო სულ წინ, რომ რელიგიური ფანატიკოსები გახადოო და დიქტატურა გინდა დაამყარო? რა ვიცი. აი ძალიან წვით ასეთ რაღაცებს ვამბობენ, მაგრამ მე რაღაცას ვიტყვი, მე ასეთ ადამიანებს რას მასუხობ, ვიცი? აი რომ მე წინააღმდეგებიან და ეხლაც ვიტყვი, რომ არის უფლის ხედვა, არის ადამიანის ხედვა. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი მისდევს უფლის ხედვას და ფიქრებს. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ვერ ხვდება ამას და მიმდინარე პრობლემებს ჭრის თავისი ადამიანური ხედვით. და შეიძლება ის ღმერთის უფლის ხედვები არ აინტერესებდა. არ აინტერესებს და ეწინააღმდეგება კიდევა და ამიტომ არის ეს დისკამპრობია. მე იმას კი არ ვიძახი, მე ყოველთვის ვიძახი, რომ ჩემი ცნობიერება, ჩემი ყოველი სიტყვა ნალაპარაკები ჯერ იფიქრება წმინდა წერილიდან გამოდი და მერე ლაპარაკობ ამას, თორე 100 წელი
უფალიც გვეუბნება რომ მე შენ გეუბნები ეს თეთრია შავია და გვეუბნება გვილაგებს ყველაფერი და იმასაც გვაჩვენებს რომ როგორ მოხდება იმ გზასაც გვაჩვენებს რომ ეს არ მოხდეს მაგრამ თანაჩენი არჩევანი შენია და სარწმუნოების და უფლისის არჩევანი თუ ადამიანი ასე ირჩევს მისი არჩევანი ეს არის მაგრამ აი ეს რო იძახი რომ აქეთ მოდიხარ და მე შენ დიქტატორს ხდი და ფანატიკოსი გიდა გამხავდო რა ვიცი არასწორი მიდგომა თუ არა მიდგომა ისე და ესე უდგები მე ამბავს რომ თავისუფალი არჩევანი ყველაზე ძირეული არსია ნებისმიერი ადამიანის თავარია არ დავაზიანოთ ერთმანეთს ცუდი არ გავუკეთოთ და უბრალოდ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ამაგარი სიტყვაა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს არა იმას უნდა მაინდამაც როგორც რაღაცა მხარია ის მხარის დათმობა არ უნდა მაგრამ იყავი ცოტა ობიექტური ხარ სუბიექტური რო ვეუბნები ზოგიერთ ადამიანს შენ ხარ მეთქე ეს წინთ მაგრამ ვერ გებულობენ ნუ რა ვქნათ ჩვენ ყველას მიუდგებით სიყვარულით მეგობრობით პატივისცემით და ურთიერთგაგებით კარგით მეგობრებო აი ეს მინდოდა მეთქვა ბოლოს მაინც ვერ მოვიცინე იმიტომ ძალიან აი უსამართლო აი ეს არის ჩვენი მარტოობის 100 წლის პატარა ჩვენებური ხედვა წაიკითხეთ შეიძლება მოგეწონოთ შეიძლება არ მოგეწონოთ მაგრამ რაღაცას დაინახავთ იმ ქვეცნობიერ თუ ცნობიერ თუ არაცნობიერ ადამიანურ ემოციებს, მოქმედებებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში ხდება და ეს წიგნიც მაგაში გვეხმარება. ეს წიგნი არ იქნება, მაგრამ საერთოდ ყოველთვის რაღაცა ხდება ჩვენ ცხოვრებაში, რასაც ქვია ტირე. და ისე და ესე ვიძახი, ეს ტირე გამოვთ. ღირსებით, ღირსეულად და ლამაზად. აბა გემშვიდობებით მეგობრებო, იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში. დავიც კიდევ მოკითხო. ეხლა აბა როგორ კომენტარს გამოუშვებს ამ ჩემი გარჩევის შემდეგ ძალიან მაინტერესებს, ძალიან ისეთი ჭკვიანი და აი ინფორმაციით, რავი, ძალიან ჭკვიანი კაცია რა. კარგით მეგობრებო, კარგად მომავალ შეხვედრამდე.